ბანაობა და აცრა. როგორ ურთიერთქმედებაშია ბანაობა და აცრა ერთად? კარგი კითხვა, სხვათა შორის და ძალიან ხშირი არის ეგ მომართვიანობა პაციენტის პატრონებიდან. აქ არის ერთი ნიუანსი. სასურველია ჯერ ცხოველი დაბანოთ და შემდეგ მოიყვანოთ. ზაფხულის პერიოდში არ არის სასურველი, რომ დაბანის შემდეგ მოვიდეს პაციენტი და ავცრათ, იმიტომ რომ ისედაც ტემპერატურა მაღალი არის და კიდე ახლა ვაქცინაციის გაკეთება არ არის სასურველი. ეგ ერთი. მეორე, უბრალოდ ცოფის ვაქცინას თვითონ ანოტაციაში უწერია, რომ სასურველი არის, რომ ვაქცინაციიდან 2 კვირაში მოხდეს დაბანვა. რატომ რა ხდება ამ დროს? რას გააფუჭებს ბანაობა აცრის შემთხვევაში? მეტად შესაძლებელია მგრძნობიარობა იყოს ცხოველში და მაგიტო სასურველი არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ხო ცივი წყლით და იმითი არ ვბანთ, ჩვენ საკმაოდ ესე 38 გრადუსი ტემპერატურა უნდა იყოს, რომ ცხოველი დაიბანოს. მაინც ძალაუნებურად რაღაც რეაქციაში შედის და აქედან გამომდინარე სასურველი არ არის. ვაქცინაციიდან 1 კვირაში კომპლექსურზე თავისუფლად შეგიძლიათ დაბანოთ ცხოველი, მაგრამ ცოფზე მაინც ყურადღებით იყავით და ჯობია დაბანილი მოიყვანოთ და შემდეგ უკვე 2 კვირაში ან 3 კვირაში როგორც ბანენ, ისე დაბანონ შემდეგ.